რატომ გახდა საქართველოს ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა პრობლემა და ვისთვის? რესპუბლიკელი კონგრესმენი და ქართული ოპოზიციის იდენტური რიტორიკა ზაზა შათირიშვილის ანალიზის თემაა. ფილოსოფოსს მიაჩნია, რომ დაცული და ძლიერი ქვეყნის მართვა რთულია და ამის წინააღმდეგ მოქმედებენ საქართველოს შიდა თუ გარე მტრები. რამდენად შორს წავა ჯო უილსონის დასპონსორებული აქტი შათირიშვილის აზრით, სწორედ ამის მიხედვით გამოჩნდება ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკური პოზიცია. გიორგი აბაზაძე გიამბობთ. ჯო უილსონის კანონპროექტი და დიპსტეითის მოქმედებები თანხვედრა ოპოზიციასთან, საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ საერთაშორისო და შიდა პოლიტიკურ განცხადებებს ზაზა შათირიშვილი თავის მორიგ წერილში აჯამებს. ფილოსოფოსი ჯო უილსონს კომიკურ ფიგურას უწოდებს და ოპოზიციის განცხადებების იდენტურობაზე წერს. როგორც გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თქმა უნდა ჩინეთის მავნე გავლენებისგან დაცვა ყოფილა. შესაძლოა რიგითმა ჯო უილსონმა არ იცოდეს, რომ საქართველოში ირანის პოლიტიკურ, გნებავთ ეკონომიკურ გავლენაზე საუბარი სასაცილოა. რუსეთთან ურთიერთობაზე რა უნდა ვთქვათ. შესაძლოა რიგით უილსონებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არ სმენიათ, მაგრამ ცხადია ირანი და რუსეთი მხოლოდ შტეიფად გახვება მთავარ საკითხს, საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ მთავარი სამიზნე სწორედ ჩინეთთან ურთიერთობებია, ოპოზიცია და მათი პატრონები კი კოორდინირებულად მოქმედებენ. აშკარა ისიც თუ რატომ კეთდება ამხელა აქცენტი საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობებზე. არა იმიტომ, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობით ამერიკასთან ჩინეთის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს, რამე თუ დაქცეულის ქვეყნის მართვა უფრო მარტივია. სწორედ ესაა საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენულობაზე გარედან თუ შიგნიდან წამოწყებული ამ კოორდინირებული შეტევის რეალური მიზანი. წერილში ზაზა შათირიშვილი ჯო უილსონის კანონპროექტის შესაძლო შედეგებზე წერს. მისი თქმით, დოკუმენტის შემდგომი მსვლელობა არაერთ კითხვას გასცემს პასუხს როგორც ამერიკის ადმინისტრაციის, ისე კონგრესის პოლიტიკურ პოზიციებთან დაკავშირებით. თუ გისაბოლოოდ ჯო უილსონის კანონპროექტი ძალაში შევა, ცხადი გახდება, რომ კონგრესი და ადმინისტრაცია არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ უნისონში დიპსტეითის დავალებით მოქმედებენ. რაც მთავარია, ცხადი გახდება, რომ ახალი ადმინისტრაციაც და კონგრესიც დიპსტეითისგან იმართება, ხოლო დონალდ ტრამპი დიპსტეითის ისეთივე მარიონეტია, როგორც მაკრონი ან მერცი. თუკი მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდა, როგორც შათირიშვილი წერს, გამორიცხული არაა, რომ კონგრესი ევროპარლამენტის როლში ვიხილოთ და მაგალითად საქართველოს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანისთვის, ანუ ირანის ინტერესების გატარებისთვის სანქციები დაუწესონ.